გამარჯობა მეგობრებო, ყველა ოჯახში ერთი ადამიანი ეგეთი არის, ვისაც აჩუქებს შებირულობა და ეს მჟავიანობის პრობლემა, მჟავე, რომ გარეთ მოდის და თითო ადამიანი ზუსტად ესე ფიქრობს, რომ ეს მჟავე მე მაქვს მეტი, მოდი როგორ მე ეს მჟავე გავასწორო. პირიქით არადროს არ მოიფიქრო მეგობრებო, 1% ჩანსიც არ არის, რომ ეს მჟავე მეტი იყო, პირიქით ეს მჟავე დაბალია. დაბალის შემთხვევაში საჭმელი არ გადამუშავდება და თქვენ ფიქრობთ შებირულობა და ეს ფიქრობ გარეთ მოდის და მაგის გამო სოდას ვამს. პირველი შემთხვევა ეს არადროს არ გააკეთო, რომ მაგის გამო დალიო სოდა. თუ არა გაგინულდება ეს მჟავიანობა და უფრო გაგირთულდება ეს პრობლემა. პირველ რიგში სტრესი უნდა შეამციროთ. სტრესი, როცა სტრესი არის მეგობრებო, sympathetic ნერვოზული სისტემა დააქტიურდება და ეს ნერვოზული სისტემა როცა აქტიურია, იმ დროს საჭმელის გადამუშავება არ ხდება. იმ დროს ჩვენი ორგანიზმი ბრძოლობს სტრესით. ეს სტრესი როგორ უნდა შეამციროთ. პარასიმპათეტიკ ნერვოზული სისტემა, ვეგას ნერვი ქვია. ეს ნერვი ჩვენი ტვინიდან მიდის ჩვენი ნაწლავამდე. ეს წვეთ გულის დარტყმები როგორ უნდა იყოს, მეტაბოლიზმი როგორ უნდა იყოს, საჭმელი როგორ გადამუშავდება. ეს თუ აქტიურია, კი ბატონო, იმ შემთხვევაში თქვენი საჭმელის გადამუშავების სისტემა კარგად მუშაობს. პირველი საქმე რა უნდა გააკეთო, თუ გაქვს სტრესი, ჯერ სტრესზე უნდა იკურნალოთ. ღამე კარგად უნდა დაიჯინო, ღამე კარგად თუ არ დაიჯინებ, ჩათვალე, კაბზობაც იქნება, საჭმელი წინ არ წავა. რომელიც საჭმელი ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე 2 საათი უნდა დაამთავროთ, ეს ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე შეიძლება 5 საათიც ვერ წავიდეთ. პირველ რიგში უნდა შეამცირო სტრესი. პორციები. ამ შემთხვევაში პორცია უნდა იყოს დაბალი. პლუს, როგორც მე ყოველთვის ვეუბნები, ჯერ ბოსტნეული უნდა ჭამო, მაგრამ ჯოგი ადამიანი ვერ იტანს. უმი ბოსტნეული. მაშინ ორთხილზე ან ცოტათი მოშუშე, ეგეთი ბოსტნეული. თუ ეს ბოსტნეული, ნახე ესე ჩვენი კუწია, წინ ეს რო წავა და ზევიდან საჭმელი რო წავა, ეს მერე ნელა გადამუშავდება. სწრაფად კი არა წავა ნაწლავებში და მერე გაიბერავს. არა. ნელა წავა, ნაჭამი ნახშირის წყლები, ანუ ცუდი საჭმელიც რო ჭამო, იმის მერე იმდენად საზიანო არ არის. ეს ნელა წავა და თავის საქმე ნელ-ნელა აკეთებ, რომ არ შეიბეროთ ნაწლავი. თქვენ გაზები და დისკომფორტი რო არ გქონდე. ბოჭკოა საჭირო. ჯერ ბოჭკო უნდა წავიდეთ, მერე სხვა საჭმელი. მესამე ყოველთვის საჭმელი ჭამის მერე არ უნდა დაიწვეთ. ჯოგი ადამიანი ჭამს საჭმელი ხელში, მობილური აიგეთ, უნდა დავიჯინოთ. არა. თუ გაჭუქებს შებირულობა და ეს მჟავიანობის პრობლემა, საჭმელის ჭამის 10-15 წუთი დაელოდე, დაჯექი, აი ესე უნდა დაჯდე, არაფერი არ უნდა გააკეთო და თუ გააქვს ეგეთი პრობლემა, ვერ დაჯდები, მაშინ ხელ მარცხნი. ეს წემი ხელ მარცხნია, მობილურში როგორ ჩან არ ვიცი. ეს არის წემი ხელ მარცხნი და ესე უნდა დაწოლილი ამ პოზიციაში უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში 15-20 წუთის მერე, ნახევარი საათის მერე სიარულში უნდა წახვიდეთ. ჯანგბადი ხო? მოძრაობს, მეტი ჯანგბადია სიცხლში. იმ დროს თქვენი ნაჭამი საჭმელი კარგად გადამუშავდება. მეოთხე მეგობრებო, მიკრობიომების ნაკლებობა. ანტიბიოტიკების ვამს, ან სხვადასხვა წამლების ვამს. მაგის გამო ეს მიკრობიები, რომელიც საჭმელი უნდა გადაამუშავო, ანუ ჩვენი კარგი ბაქტერიები, ეს განადგურებულია, მაგისი ეს უნდა აღდგე, როგორ პრიბიოტიკები. შეიძლება დანამატის ფორმით პრიბიოტიკები, ან არის მჟავა რო უკენებს, კიტრი, კომპოსტო, ბანკებში რო იყენებენ. პლუს კეფირი შეიძლება, ოღონ თუ საქსი გაამზადებს, კეფირი შეიძლება იოგურტი. მაწონით შეიძლება მჟავე მაწონი, რა შეიძლება მჟავე მაწონი, ეს უფრო კარგი იქნება იმ კარგი სასიამოვნო ბაქტერიებისთვის. ტუტე გარემოში არ გაიგუძება ეს ჩვენი ბაქტერიები. იმას სჭირდება მჟავა
უფრო მეტი მჟავა ჭირდება. არ მოიფიქრო, რომ ვაიმე მჟავა მომიმატება. არა, პირიქით არის. როგორც რკინა რკინას ჭრის, მჟავას ანეტრელებს. თუ წყლული რამე არა გაქვს, კუჭის პრობლემები არა გაქვს. ვაშლის ძმარი საჭმელის 10 ტუთი წინ არის საუკეთესო. ბევრი ადამიანმა თავისი შებირელობა მაგით იკურნალა. ეს პრებიოტიკი. ბოლოს აჯვაინი, ანუ ნიახურის თესლი, ინდური ნიახურის თესლი საჭმელის ჭამის 10 თუთის მერე მაგის ჩაი შეიძლება გააკეთო. ეს ერთი და ბუნებრივი ჩვენი კუჭნაწლავის ძარი რო არის, ეს არის ტრიფლა. ტრიფლა არის ერთ-ერთი მცენარე, რომელიც დაგეხმარება შებირილობა, გაზიანობა, პლუს კიდე შეკრულობის პრობლემა რო მოაგვაროთ. იმედია თქვენ მიხვდები მეგობრებო, ეს 5 ნაბიჯი გააკეთე და თქვენი პრობლემა ნელა-ნელა შემჩირდება და ბოლომდე გახდები ჯამთელი და ბედნიერი. არ დაგავიწყდე არხის გამოწერა და ყოველთვის მეგობრებში გაგზავნა. კარგად.